3, 2, 1, ნური თქვენ მისტიკოლის არზე ხართ და დღეს მე მაქვს სამეჯისო ცეკვის შეჯიბრი. ჩვენ ახლა გავაკეთებთ მაკიაჟს. ჩვენ გვექნება მინიმალური მაკიაჟი, რადგან ჩვენ ასაკონვე კატეგორიაში მაკიაჟის უფლება არ გვაქვს. იცით რა არის საცილო? ბოლო დროს ვიცეკვე დებიუტის სკოლისთვის, ახლა ვიცეკვე სკოლისთვის და N კლასის კატეგორიისთვის. ძალიან მეშინია, რადგან ჩემს კატეგორიაში 75 ადამიანია. ეს ხოლოს ერთი კატეგორიაა, სულ 2 მათგანია. ხო, და მეორე კატეგორიაში მეც ვეკვავ, იქ 60 ადამიანია. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია სირთულეების, ამიტომ ვიწყებთ თავის განამაზებას. წავიდეთ. კარგი, მეგობრებო, ახლა მზად ვარ, ცოტა მაკიაჟი მაქვს. ფიქრობ ეს საკმარისი იქნება, რომ იცოდეთ, ახლა დილის 6 საათია. მე დაახლოებით დილის 5-ზე ავდექი. მარცხილობა კი დაახლოებით დილის 7-ზე უნდა გავიკეთო. დავაპირებ რომ სახლიდან 10-იან 10-ის ნახევარზე გავიდე. მეგობრებო, შეხედეთ, გარეთ სიბნელეა, ღამეა და მე უკვე აქ ვარ თმის ვარცხილობისთვის. დიახ, ეს იქნება საუკეთესო ვარცხილობა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ასე იქნება. შეხედეთ, ღამეა. როგორც იქნა ჩემი სტილისტი მოვიდა და ახლა თავს გავიკეთებ. ჩემი გამოსვლაშიც მომემზადები. დასი ადრე აროს გამეღვიძია, მაგრამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვაქვს. გამარჯობა, მე მქვია ტატიანა, დღეს ნიკოლეს ვარცხილობას გავაკეთებ. და იქ სხვა ბავშვები ემზადებიან, მე მათ შევეჯიბრები. რა თქმა უნდა, მაგრები არიან, მაგრამ იმედია გავიმარჯვებ. ყველას დიდი გამოწვევა, ამ ყველაფრის მოშორება იქნება. ვარცხილობა მაგარია, მაგრამ მე 1 ლიტრი შამპუნის გამოყენება მომიწევს. ისეთი შეგრძნება მოსტიკოს თავზე ლითონის კუდი მაქვს მიკროლი. ლამაზმანი იქნები. რა თქმა უნდა. მეგობრებო, ნიკოლს დღეს მეორე კონკურსი აქვს, ამჯერად უფრო მეტად ნებიულობ. კატეგორია გაცილებით სერიოზულია, დებიუტანტები აქ არ არიან. 75 მონაწილეა და ეს შეჯიბრი წინაზე ბევრად მაღალი და სერიოზული დონისაა. ამიტომ თითები გადავაჯვარედინოთ, ეს არის ყველაზე რთული კონკურსი, რაც აქამდე გქონია. ძალიან ნერვიულობ, ბოლოს მან მოიგო და რა თქმა უნდა, დღესაც მინდა გავიმარჯვოს. იმედია, რომ ნიკოლს დღეს ყველაფერი გამოუვა. მე ამის მჯერა. ჩვენს უკან არის სასეკო მოედანი და ძალიან მალე გამოსვლები დაიწყება. სწორედ აქ დაიწერება ისტორია. შეხედე რა კარგად გამოიყურები, აღფრთოვანებული ვარ. ხახო, მე გეტყვით რამდენიმე ფაქტს სამაჯისო ცეკვების შესახებ. იცოდით, რომ ჭყიალად კაბის ჩაცმა შესაძლებელია მხოლოდ 12 წლის ასაკში? ამას აკამდე ეს აკრძალულია. ამიტომ არ არის ჩემთვის ჭყიალა კაბა, მხოლოდ ერთფეროვანი კაბა. კიდევ ერთი საინტერესო რამე არის საყურეების შესახებ. დიდი და ბზინავი საყურეები ნებადართულია 12 წლის ასაკიდან. თუ 12 წლამდე ხართ, უფლება გაქვთ გქონდეთ პატარა საყურე და არა ბზინავი. ახლა კი რთული რამ ყველაზე მეტად. მაკიაჟის აკეთება მე არ შემიძლია. ეს უკვე აღვნიშნე. მე აღვნიშნე ეს მიმდინარე და წინა ვიდეოში ჩემი კონკურსის დროს. მე ვთქვი, რომ შეგიძლია გაიკეთო მაკიაჟი მინიმალურად. როდესაც 12 წლის გახდები, უკვე შეგიძლია მბუქი და ნათელი მაკიაჟის გაკეთება. კიდევ ერთი წესი არის ის, რომ მაქვს ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომლით შესრულებას და ვარჯიშის შემიძლია. 12 წლის ასაკიდან შემიძლია უფრო დიდი ქუსლების ტარებაც. აბა მეგობრებო, ველოდები 12-ის როდესაც გავხდები და მე ვარსკვლავი ვიქნები, მაგრამ ახლა ასე უნდა ვიყოთ. მე მქვია ოლია და ნიკოლის ვიდეოებს ძალიან დიდი ხანია უყურებ. ის არის საუკეთესო ბლოგერი, რომელიც მინახავს YouTube-ზე. მე მქვია ლენა, მის ნიკოლს დიდი ხანია უყურებ. მე ძალიან მომწონს განსაკუთრებით მაშინ, როცა სამეჯისო ცეკვაზე დადიოდა. ძალიან მომწონდა, რადგან მეც სამეჯისო ცეკვით ვარ დაკავებული. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ფეხსაცმელი უნდა გავხეხოთ, რათა იატაკზე არ დაგვიჩურდეს. საჭიროა სპეციალური ფუნჯი და ეს გაკეთდება. დღეს მოხდა ერთი ინციდენტი, დამავიწყა ჩემი ჩვეულებრივი საცეკვაო ფეხსაცმლის წამოღება. ისინი ერთ თეთრი ფერისაა, ჩვენ გსურთ ვიყოთ ლამაზები, ახლა კი ოქროს ფერს ჩავისვამ, რადგან ჩემი ვარჯიშის შემდეგ იქ თეთრი დამრჩა. სახლში წამოღება დამავიწყდა და აღარ მაქვს ახლა. იმედია ამ შემთხვევის გამო გუნდიდან არ გამაგდებენ. ახლა მოდით მეორე ფეხსაცმელი გავხეხოთ. მოკლედ ერთგვარი გრანულები ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ცეკვის დროს დაიჭყიოს და არასრიალდეს. ძალიან კარგად უნდა გავხეხოთ. მეგობრებო, იცით რომელ რიგში ვარ? ჩვენ რიგში ვდგავართ და ჩვენი ნომერი ლამინირებული უნდა იყოს. ნიკოლის ნომერი დღეს არის 341. ნომრის ლამინირება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ყველა შეჯიბრში და ჩვენ უკვე გვაქვს საკუთარი ტრადიცია ნიკოლთან ერთად. იმ დროს, როცა მე ნომერს ლამინირებ, ნიკოლი მორალურ პოზიციას იკავებს კონკურსისთვის. ყველა ჯერზე კონკურსში უყიდიან უამრავ პატარა და უსარგებლოდნეს. საყოველთაო ჯერზე იმედოვნებ, რომ ნიკოლი ამისგან თავს შორს დაიჭეს. ახლა კაბა გამოვისვალე, წინდებს ვიცვა და უნდა გავემზადო, რადგან სცენაზე მალე გამოვალ.
ჩემი გარეგნობა მზად არის. წავედით, ნიშნულოვანი პუნქტი, ჩვენ ვიცავთ რიგის ნომერს. ჩემი ნომერია 351. იმედია ეს სიცხე გამიმართლებს. ისეთი დიდია, რომ ჩემს ზურგზე ძვირს ეტევა. გამარჯობა ყველას, მე კატია მქვია. მე ნიკოლის მწვრთნელი ვარ. დღეს კონკურსი გვაქვს. ჩვენ გამოდივართ A-კლასის კატეგორიაში. ეს არის ჩვენი ახალი კატეგორია და დღეს ვაპირებთ ვიცეკოს სწრაფი ნაბიჯით. ჩვენ მზად ვართ ვიასპარეზოთ ისე, როგორც შეგვიძლია. დღეს ადვილი არ იქნება, რადგან კონკურსის პირველ ნაწილში 500 ადამიანი დარეგისტრირდა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ შესასრულებლად. გახურების დრო და ნიკოლი ახლა იწყებს გახურებას შეჯიბრამდე. გახურება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია სპორტის ნებისმიერ სახეობაში. ეს პროცესი კონკურსისთვის უკეთ გამზადებს. იმედია, რომ ნიკოლი კარგად იასპარეზებს. მეგობრებო, კიდევ ერთი პრობლემაა. დავკარგე ქუსლი. ქუსლი, ვიცი როგორც ქვია, მაგრამ დავკარგე. მაქვს ნახვრეტენი ფეხსაცმელი, მაგრამ იმედია, რომ ეს ყველაფერი გამარჯვებაში ხელს არ შემიშლის. იური ზვიარინოვი, საცეკვაო ტექნიკის საჯი, ქალაქი კიევი. ქალბატონებო და ბატონებო, გაიცანით დმიტრო რინჩაკი, კონკურსის მთავარი მსაჯი, ქალაქი კიევი. მეოთხედ ფინალში გავედი. ვალსი უნდა შევასრულო და ნახევარ ფინალში გასვლაზე ძალიან მერვიულობ. მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში მოვახერხებ თუ არა ფინალში გასვლას. ნახევარ ფინალში ვარ. სულ ცოტა მეტი გჭირდება. ახლა ყველა ასპარეზობს სხვადასხვა სკოლის კატეგორიაში. მე შემდეგ შევასრულებ და ვნახავ, გავედი თუ არა ფინალში. ნიკოლი მეოთხედ ფინალში გავიდა. ნახევარ ფინალში და ფინალში უნდა გავიდეთ. თუ ასე იქნება, ის ოქროს ფინალს მიიღებს და ჩვენ ვიბრძოლებთ პირველი ადგილისთვის და ჩვენ აუცილებლად წავალთ ოქროსკენ. მემზადები ფინალისთვის რეპეტიცია აქ მიმდინარეობს. ემოციების ასეთი ინტენსივობა ხდებოდა შეჯიბრებზე, ძალიან ბევრ გოგონას სურს დამარჯება და აქ გვეყოლება მხოლოდ ერთი გამარჯვებული. ინახავთ მწვრთნელების თვალები, ისინი ძალიან ღელავენ. მშობლებს სადაც აგური წაუვათ, ასე რომ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე.
ახლა მეგობრებო, რაღაც მოხდა. ფინალში სამწუხაროდ ვერ გავედი. ერთ-ერთ ნომინაციაში მე-9 ადგილი დავიკავე. მუსიკის ტაკ ცოდნა ვაუცდი, ამიტომ ვერ გავედი. წარგი, არა უშავს, ხან გაიმარჯვებ, ხან მარცხდები. ეს შემთხვევით გაკვეთილი იქნება და შემდეგ ჯერზე გავიმარჯვებთ. მეგობრებო, მაგრამ ჩვენ სხვა კატეგორია გვაქვს და ახლა ველოდებით შედეგებს. იქიდან ყველაფერი არ არის დაკარგული. იქიდან რაიმე ჯილდო მოგცენ. ნიკოლმა დღეს 52 მონაწილეიდან მე-9 ადგილი დაიკავა. ჩვენ პირველად ვიყავით ამ კატეგორიაში. მან once-ი შეასრულა და მუსიკის ტაკ ცოდნა ვაცდა. მაგრამ აუცილებლად მოვიმზადებით, რომ შემდეგ ჯერზე ფინალში გავიდეთ. ხომ მართალია, ნიკოლ? ოჰ. მონაწილე ნომერი 341. ჩიფნას ამჯერად თბილი სიურპრიზი მოუმზადე. დიდი მადლობა, შენი ურადიასწორეზე, ახლა უკეთესადე, კარგი? მეგობრებო, როგორც ველოდით, მეორე კატეგორიაში პირველი ადგილი დავიკავე და არა მხოლოდ პირველი ადგილი, არამედ საუკეთესო შედეგი. მე ვიმეჟე უმაღლესი კულა. ძალიან მიხარია, რადგან მეწინა რომ პირველ კატეგორიაში კარგად ვერ ვიასპარეზე. და აი მე მივიდი ასეთ საჩუქარი. პირველი ადგილი 3, 2, 1, 0, თქვენ მისტიკოლის სახში ხართ. ბანალობ რომ ვიდეოს უყურეს ბოლომდე, არ დაგავიწყეთ და ლაიქება და შევხვდებით საახალწლო წვეულებაზე. ნახვამდის.